პირმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელით დაზარალებული ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი სტუდენტი ჯავიდ აჰმედოვი საქართველოში არ შემოუშვეს. აჰმედოვი ჯიპაში ჟურნალისტიკას სწავლობს და 2024 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. საზღვარზე გაირკვა, რომ ის 10,000 ლარითაა დაჯარიმებული და ჯარიმის გადახდის თანხმობაც გამოთქვა, თუმცა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლაზე მაინც უარი უთხრეს. აჰმედოვის თქმით, ის აქციების მონაწილე არ არის და რუსთაველის გამზირზე კამერით პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის ღალატში ბრალდებული პრორუსი დეპუტატი ფედორ ხრისტენკო დააკავა. ხრისტენკო ივლისიდან იძებნებოდა. მედიის ცნობით მისი დეპორტაცია დუბაიდან მოხდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ხრისტენკოს FSB-სგან დავალებული ჰქონდა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროზე რუსეთის გავლენის გაძლიერება. ხრისტენკომ უკრაინა 2022 წლის თებერვალში დატოვა. რუსეთის სარდლობამ პოკროვსკის რაიონში გამოცდილი საზღვაო ქვეითების დანაყოფები გადაისროლა. უკრაინის მეშვიდე საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედროების ცნობით რუსები ახალი შეტევისთვის ემზადებიან, რომლის მიზანიც ახალი პოზიციების დაკავებაა.